და სახში ერთადერთი შემოსავლის წყარო არის შეკვეთები, ეს ეტიკეტები და რაღაცეები რა, გრაფიკული დიზაინი. და ჩემს ვეუბნები, მივთხარი, როგორ არის თქო, იცი, იმ ბუგატის პროექტზე მეთქი 3 ადგილი არის, პრიზები არის, ესე გადანაწილებული. პირველი ადგილი $1000 იყო, მეორე იყო $400 მეორე ადგილი და მესამე $200 იყო $200 რა. და ვეუბნები, რომ ჩემს ვეუბნები, რომ მეთქი ახალი წელი მოდის უკვე, ოქტომბერია რა. სანამ კონკურსი ჩატარდება, კონკურსაც ხო დრო უნდა, მანამ გამოაცხადებენ პრიზიორებს იმასა და მეთქარი შეკვეთები პრაქტიკულად არ არის მეთქი და სუფრა რომ რაღაცა ელემენტარულად გავშოვებ, მესამე ადგილს მაინც ხო ვიღებ თქო, იმიტომ რომ იმდენი ესკიზი მქონდა, გეფიცები ფულის გამო მივიღე მონაწილეობა. ბუგატიში. ხო, რომ აი ის $200 გამოუვალი მდგომარეობა მქონდა და უცებ რაღაცა ესკიზები გავაკეთე და ძველი ნამუშევრები რაც მქონდა, სისინი და ეგენი გავაგზავნე, რომ იმდენი მაქვს მეთქი ბუგატისები გაკეთებული, რომ შანსი არის რაღაცა არ მოეწონოთ. რატო გიზიდავდა ეგ ბრენდი? ნუ არტი იყო რა, არტი იყო თავის დროზე. ეხაც არტი არის, უბრალოდ ცოტა ეხა მაღალ ტექნოლოგიურ, ასე ვთქვათ, ვაკხანალიაში გადავიდნენ, მაგრამ მაშინ მართლა არტი იყო რა. თვითონ ეტორე იყო ძალიან მაგარი ტიპი, ვინც დააფუძნა ეს ბუგატი რა.